მოგესალმებით. დღეს არის ჩვენი შემდეგი ეპიზოდი e-commerce reviews-ი და სტუმრად ვართ ძალიან კარგ კომპანიასთან, რომელმაც რეალურად მიტანის სერვისი მთლიანად შეცვალა და უფრო მეტიც შექმნა ახალი ეკონომიკური ეკოსისტემა საქართველოში. ეს არის კომპანია Glovo, რომელმაც, ვიცი, 100,000-ობით ადამიანს მოუტანა კომფორტი, სწრაფი მიტანის სერვისი და მოდით ახლა გავიგოთ დეტალები. ჩვენი მასპინძელი არის ნინო ტომარაძე, რომელიც არის Quick Commerce-ის head-ი და ვთხოვოთ ნინოს მოკლედ დეტალები მოგვიყვას. ნინო, ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუზე, რომ დავთანხმდით. და პირველ რიგში მაინტერესებს Glovo-ს შემოსვლის ისტორია როგორი იყო საქართველოში და რა გამოწვევები დაგვხვდათ ამ ბაზარზე. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის და ასევე გილოცავთ მესამე e-commerce days, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ზოგადად და ძალიან დიდი კონტრიბუცია შეგაქვთ ამ მიმართულების განვითარებაში ზოგადად საქართველოში და ამიტომ მადლობა ამისთვის კიდევ ერთხელ. რაც შეეხება Glovo Georgios, ესე ვთქვათ, ისტორიას და გამოწვევებს, ჩვენი ისტორია დაიწყო საქართველოში 7 წლის წინ, ცოტა ხნის წინ აღვნიშნეთ ჩვენი იუბილე და რა თქმა უნდა იყოს გამოწვევებიც სავსე. გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც საქართველოში შემოვიდა ეს ბიზნესი, Glovo იყო ერთ-ერთი პირველი და ფაქტიურად მარკეტზე მსგავსი მიმართულება არ არსებობდა. შესაბამისად, ამ ეკოსისტემის განვითარება შექმნა და ამ ეკოსისტემაში არსებული სხვადასხვა სუბიექტის, ეს იქნება კურიერი, მომხმარებელი, პარტნიორის ურთიერთკავშირის მოდელი შექმნა და პლუს ამას შემდეგ უკვე განვითარება და ამავდროულად ხარისხიანი სერვისის მოდელი შექმნა, რომელიც ამ ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია, იყო ძალიან რთული, საინტერესო და თან გამოწვევებით სავსე. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად გავართვით თავი, იმიტომ რომ 7 წელია უკვე ბაზარზე ვართ და ძალიან უკვე მრავალი მომხმარებელი ყავს, რომელთვისაც Glovo დღეს საყვარელი ბრენდია. პლუს ამას ვაერთიანებთ უკვე დღევანდელ პლატფორმაზე 1000-ობით კურიერს და ჩვენს პარტნიორს და ვეხმარებით მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებაში და წარმოდგენილი ვართ არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს მასშტაბით უკვე 10 ქალაქში იქნება ეს არ ვიცი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ბაკურიანი და ასე შემდეგ და შეიძლება ითქვას, რომ პირველი ეტაპი გადავლახეთ წარმატებით და კიდევ უფრო დიდი პერსპექტივები გვაქვს არა მარტო ქართულ ბაზარზე, არამედ გლობალურადაც. ძალიან კარგი კი მეც პირადად თქვენი მომხმარებელი ვარ და კარგი მიხარია. ისიც ძალიან მაგარია, რომ რა ვიცი, 1000-ობით ადამიანს ასე ვთქვათ რა დასაქმების ახალი შესაძლებლობა მიეცა რა. ნინო, Glovo უკვე აღარ არის მხოლოდ საკვების მიტანის სერვისი. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენ სტრატეგიაში non-food მიმართულება? ზოგადად დღევანდელ რეალობაში ჯერ კიდევ მიტანის სერვისი ასოცირდება საკვების მიტანასთან და ნუ კი ჯერჯერობით ისევ ჩვენი ბიზნესის ესე ვთქვათ მთავარი მიმართულება. თუმცა Glovo სტრატეგიაში და ხედვაში პირველივე დღიდან იყო ის, რომ Glovo არის მულტიკატეგორია. ანუ ჩვენი ესე ვთქვათ განაცხადი თავიდანვე იყო, რომ ჩვენ გვინდა რომ მომხმარებელს შევთავაზოთ ყველაფერი, რაც კი შეიძლება მოიპოვებოდეს, ყველა ის პროდუქტი, რომელიც მისთვის შეიძლება სასურველი იყოს. და ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლებისთვის ყველა პარტნიორის პროდუქტი იქნება თუ ესე ვთქვათ ბაზარზე არსებული საინტერესო ობიექტები. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი საქართველოში სიამაყეჩემილია ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ პანდემიამდე 2019 წელს დავიწყეთ ამ მიმართულების განვითარება, რასაც ვეძახით ესე ვთქვათ ჩვენ Quick Commerce-ის მიმართულებას, ძირითადად ეს არის რიტეილ ობიექტები, სურსათის თუ არასურსათის ობიექტები და ჯერ კიდევ 2019 წელს პირველი სუპერმარკეტი და პირველი საფთიაქო ქსელი უკვე ჩვენ პლატფორმაზე არსებობდა. ანუ ის, ესე ვთქვათ, ხედვა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გვინდა, რომ ყველაფერი ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლებისთვის, თავიდანვე დავიწყეთ. და დღეისათვის უკვე გლობალური ტენდენციებიც მაგას მიუთითებს, რომ ანუ მომავალი e-commerce-ის და Quick Commerce-ის არის უკვე ამ მიმართულებაში, რომ გროსერი მიმართულება იქნება თუ non-food-ის, ესე ვთქვათ, არასასურსათო პროდუქტების მიმართულება იქნება, ეს ბაზარი ძალიან აქტიურად ვითარდება და შესაბამისად ჩვენი ფოკუსიც, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით არის და კიდევ უფრო მეტად განვითარდებით შემდგომ წლებში. ნინო, ასევე მინდა გთხოვო, რომ თუ შეიძლება ჩვენ მაყურებელს რომ განუმარტოთ ზოგადად რა არის Quick Commerce რა, იმიტომ რომ კი e-commerce უკვე იცის
მომხმარებელმა და საზოგადოებამ, მაგრამ quick commerce ეს ცოტა ახალი ტერმინია მათთვის რა. კი ბატონო, ანუ quick commerce ეს არის როგორც პირდაპირ თანხმობა სწრაფი კომერცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს არის e-commerce-ის ეს თქვა ევოლუციის შემდეგი ეტაპი, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელთან პროდუქცია მიგვაქვს 30 წუთში, საშუალოდ დაახლოებით მიტანის დრო არის 30 წუთი. ძირითადად ამ შემთხვევაში მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტები არის, ესე თქვა, სურსათის პროდუქტები, ყოველდღიური საჭიროების ნივთები, იქნება ეს, არ ვიცი, მოვლის საშუალებები, მედიკამენტები, არ ვიცი, შინაური ცხოველების კვება თუნდაც და ასე შემდეგ. ძირითადად ეს მიმართულება ფარავს, ესე თქვა, არ ვიცი, სპონტანურ, არ გადაუდებელი საჭიროებების მოთხოვნილებებს და შესაბამისად არის ერთგვარი ხიდი და ესე თქვა, ავსებს იმ სივრცეს, რომელიც არის ტრადიციული e-commerce და offline მაღაზიებს შორის, თუ რაღაცა საჭიროებას თქვა, ჩვენს ენაზე რო თქვა, უცებ რაღაცა საჭიროება თუ გაგიჩნდა, ან არ ვიცი, სადილის კეთებისას რაღაც პროდუქტი დაგაკლდა, მარტივად რო შეუკვეთო და მოლოდინი გაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღებ ამ სერვისს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დღევანდელ მოცემულობაში და შესაბამისად ზოგადად e-commerce ამ მიმართულებით მიდის და ძირითადად ასოცირდება ხელმისაწვდომობასთან, სანდოობასთან, სისწრაფესთან და სიმარტივესთან. კი, ნამდვილად იმაში გეთანხმებით რა, რომ დღეს ერთ-ერთი ის არის პრიორიტეტი, ეს სწრაფად მიტანა იმ თვალსაზრისით, რომ საცობები რაღაც და კურიერი კიდე რიგებისგან დავიავირდოთ, კი ბატონო. მარტივად მოგაწვის ნებისმიერ რაღაცას რა. როგორ ეხმარებით ქართულ e-commerce-ებს და ზოგადად მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომ თავისი პროდუქტები კარგად და სწრაფად გაყიდონ? ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აუდიტორიისთვის შეიძლება რაღაც მხრივ სტიმულიც იყოს, რომ ვთქვათ, ვიღაც ახალი მოთამაშეები გამოსცენ ბაზარზე და მოდი ეს თემაც გავიაროთ რა. კი ბატონო, პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩვენს რეალობაში თანამშრომლობთ არა მარტო მსხვილ ობიექტებთან, არამედ საშუალო და მცირე ბიზნესთანაც, ესეც ასევე ჩვენი სტრატეგიის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ვიტყოდი, რომ Glovo არის შეიძლება ითქვას უნიკალური არხი, სადაც შეუძლიათ ჩვენს პარტნიორებს ამ შემთხვევაში თავისი ონლაინ ბიზნესი განავითარონ და ხშირ შემთხვევაში ყოფილა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს კონკრეტული ბრენდი და მაღაზი აღმოუჩენია ჩვენთან ონლაინ სივრცეში და შეიძლება ოფლაინ სივრცეში ისეთი პოპულარობად ჯერჯერობით არ სარგებლობდეს კონკრეტული ობიექტი. ვეხმარებით იმ მიმართულებით, რომ ჩვენ თვითონ ვითარდებით, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესის ობიექტებისთვის ვართ ხოლმე პირველი ციფრული პარტნიორი, რომლის განვითარებას ავტომატურად გულისხმობს მათი e-commerce ბიზნესის განვითარებას. მეორე ნაწილი არის, რომ ესე ვთქვათ, ვართ მათთვის გარკვეული ბიზნეს კონსულტანტი და ეს როლიც გვაქვს, ესე ვთქვათ, მორგებული, რომ დავეხმაროთ მსგავს ობიექტებს, არ ვიცი, ოპერაციული ნაწილი იქნება, კომერციული ნაწილი იქნება, მარკეტინგული ნაწილი იქნება, რომ მათთან ერთად ვიმუშაოთ აქტიურად იმისთვის, რომ მათი ბიზნესი წარმატებულად ოპერირებდეს ჩვენს პლატფორმაზე. ხო, ანუ სუფთა კონსალტინგის ნაწილშიც ეხმარებით, მათ შორის ასევე ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი არის, რომ სამომხმარებლო როდესაც ამ გამოცდილების გაზიარება ძალიან ანუ მომხმარებელი უკვეთავს Glovo-ს პლატფორმაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენც ვართ პასუხისმგებლები იმისთვის, რომ სამომხმარებლო გამოცდილება საბოლოო ჯამში კარგი იყოს. შესაბამისად, ზუსტად ვიცით უკვე ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის ამისთვის საჭირო, ეს იქნება, არ ვიცი, ინსტორ ოპერაციები, თუნდაც როგორ შეიძლება პროდუქტის შეგროვება მოხდეს ძალიან სწრაფად, ან რა არის მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი, ამიტომ მათთან ძალიან ახლოს მუშაობთ, კონკრეტულ ტრენინგებსაც ვატარებთ, თუ ამის საჭიროება არის, მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუკეთებთ ჩვენ როგორც გუნდი, იმიტომ რომ კონკრეტულად პარტნიორების მხარდაჭერის გუნდი არსებობს, რომელიც მათთან ძალიან ახლოს მუშაობს, ეს იქნება პლატფორმაზე რეგისტრაციაში დახმარება, პლატფორმაში პოზიციონირებაში დახმარება. ასევე ბოლო პერიოდი არის მუშაობთ განავითაროთ ისეთი ინსტრუმენტები, რომელსაც ვიზახით ახლა მაგალითად partner ads, რაც გულისხმობს იმას, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ და ხილვადი გავხადოთ ჩვენს პლატფორმაზე ჩვენი პარტნიორების პროდუქტები და ზოგადად ობიექტები და არანაირი რაღაც დიდი მარკეტინგული ბექგრაუნდი არ ჭირდება ამ ყველაფერს, რომ ეს ინსტრუმენტები გამოიყენო და საბოლოო ჯამში ვეხმარებით, რომ იყვნენ კონკურენტუნარიანი და ახალ აუდიტორიაზე გავიდნენ და შესაბამისად ამ ნაწილში ძალიან აქტიურად ვართ ჩართული და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი, ესე ვთქვათ, ბიზნეს საბაზისო მოდელი არის, რომელსაც აუცილებლად ვავითარებთ მასთან ერთად. ხო, ძალიან კაი, იმიტომ რომ ბევრისთვის მართლა შეიძლება რომ სტიმულის მიმცემი იყოს ეს ყველაფერი რა. კი ბატონო.
ნინო, როგორ იცვლება ზოგადად მომხმარებლის ქცევა და მიდგომა რა? აი მოდი ამაზეც ვისაუბროთ რა. თქვენი პლატფორმის გამოყენებით. მომხმარებლის ქცევა რო დინამიურია მაგაზებთან ხვდებით და განსაკუთრებით ისეთ მიმართულებაში როგორიც ჩვენ ვართ, იმიტომ რომ ზოგადად სფეროა დინამიური და მუდმივად განვითარებადი. ვიტყოდი რომ მომხმარებელი დღითი დღე ხდება უფრო მომთხოვნი ჩვენს მიმართულებაშიც მათ შორის, იმიტომ რომ სამომხმარებლო გამოცდილება რაც არაერთხელ ვახსენეთ უკვე, მათთვის კარგი სამომხმარებლო გამოცდილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანი არის. რა ტენდენციები შეინიშნება და ქცევა, რაზეც მიუთითებს, რომ აი საკვები პროდუქტებზე, ესე ვთქვათ, ორიენტაციიდან და ფოკუსიდან უკვე მომხმარებელი ითხოვს მრავალფეროვნებას, არჩევანის მრავალფეროვნებას, რაც გულისხმობს იმას, რომ თუნდაც ნებისმიერ დრო შეუკვეთოს, არ ვიცი, სასურველი ნებისმიერი პროდუქტი კონკრეტული ობიექტიდან, რომელიც ქალაქში შეიძლება არსებობდეს. ამიტომ აი ამ მიმართულებების, ანუ e-commerce-ის ობიექტების განვითარება ცალსახად უკვე შეინიშნება. მეორე საკითხი, რაზეც ესე ვთქვათ, რაც დავაფიქსირეთ ბოლო პერიოდში არის, რომ გლოვო ჯერ კიდევ ასოცირდება ესე ვთქვათ მათი მოთხოვნილებების ესე ვთქვათ მყისიერ დაკმაყოფილებასთან და ნუ ამ შემთხვევაში ჩვენი თანხმედრა ხდება მომხმარებლის მოლოდინების და იმ სერვისის, რომელსაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ და ნუ აი ამ მიმართულებით მომხმარებლის ესე ვთქვათ ქცევითი კულტურა კიდევ უფრო იცვლება, იმიტომ რომ მათი მოთხოვნა ამ შემთხვევაში არის, რომ რა ინტერესებს მომხმარებელს, სრულყოფილი შეკვეთა მიიღოს, ხარისხიანი პროდუქტი მიიღოს და მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის ესე ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, რომელსაც მომხმარებელი უყურებს. მომხმარებლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი არის UX UI. როგორ მუშაობთ ამის გაუმჯობესებაზე? ხო, როგორც აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს საკითხი, მით უმეტეს სერვისის ინდუსტრიაში, როდესაც მოღვაწეობ. პირველ რიგში მე ვიტყოდი, რომ ეს არის ხელმისაწვდომობა, ანუ იმ ობიექტების, რომელიც მათ სურთ, რომ მარტივად აღმოაჩინონ ჩვენს პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იყოს მათთვის. მეორე საკითხი უკვე, ანუ განსაკუთრებით ჩვენს მიმართულებაში ძალიან მნიშვნელოვანი არის კატალოგის სწორი მართვა. ანუ ეს იქნება კატეგორიზაცია, ფოტოები, კარგი ხარისხის, არ ვიცი, აღწერილობა იქნება თითოეული პროდუქტის. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს გამოცდილება კარგი შეუქმნათ მომხმარებელს. ასევე ამავდროულად მარტივად, ესე ვთქვათ, საძიებო სისტემა რომ მარტივი იყოს და ნავიგაცია მომხმარებლისთვის მარტივი რომ იყოს, რომ ძალიან სწრაფად აღმოაჩინოს ის პროდუქტი და ის მაღაზია, რომელიც მისთვის საინტერესო არის. ალბათ შეამჩნევთ, რომ ბოლო პერიოდში ინტერფეისი თვითონ აპლიკაციის რამდენჯერმე შეიცვალა და სწორედ მომხმარებლის პრეფერენციებიდან გამომდინარე მუდმივად მუშაობთ იმაზე, რომ ადაპტაცია გავუკეთოთ არსებულ სამომხმარებლო ინტერესებს და მათ ქცევას, რომ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი ჩვენ ესე ვუყურებთ, რომ არის არა მარტო მიტანის დრო, არამედ შეკვეთის დროც, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად განათავსოს მომხმარებელმა შეკვეთა აპლიკაციაში და სხვადასხვა ესე ვთქვათ ინსტრუმენტებით ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი დავხვეწოთ და აი ეს დრო მაქსიმალურად შევამციროთ. დიახ. ნინო, კიდე ძალიან მაინტერესებს მონაცემების ანალიტიკა რა, data ანალიტიკა და AI. აი ამ მიმართულებებს როგორ იყენებთ და დარწმუნებული ვარ, უკვე ალბათ დიდი ხანია იყენებთ. მაგრამ მოდი ჩავშალოთ ეს ნაწილიც რა. ნუ დღევანდელ რეალობაში იმაზეც თანხმდებით, რომ რეალურად AI არ არის უკვე ხვალინდელი დღე, დღევანდელი დღე არის. გამომდინარე აქედან უკვე კომპანიების წარმატებაში ძალიან დიდი როლი უკავია ხელოვნური ინტელექტს და როგორ ხდება ადაპტირება და რამდენად სწრაფ რეჟიმში ხდება ამ ყველაფრის ადაპტირება არსებულ რეალობაში. ჩვენ მხარეც, რა თქმა უნდა, ნუ Globotech კომპანიასთან ასოცირდება და შესაბამისად ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობთ და უფრო ესე ვთქვათ ამ ეტაპზე მიდის ბექში ამ ყველაფერზე მუშაობა, თუმცა მომხმარებელის ნენელა ამ ყველაფერს ხედავს. მაგალითად, ძალიან ბევრი მიმართულებებით ხდება ახლა მონაცემთა ანალიზი, მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და ერთ-ერთი სამომხმარებლო გამოცდილების, ესე ვთქვათ, ასპექტი არის ის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ისეთი პროდუქტები, რომელსაც აქვს მარაგები. და ხშირ შემთხვევაში სამწუხარო ჯერ კიდევ გვაქვს ეს გამოწვევა, რომ არის ხოლმე მომენტები, როდესაც აპლიკაციაში ჩანს ის პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომი იმ მომენტში შეიძლება არ იყოს. შესაბამისად,
შესაბამისად ჩვენი AI თულებით ვცდილობთ რომ მაქსიმალურად დავხვეწოთ ესე ვთქვათ მონაცემების მიმოცვლა და რეალურ დროში გქონდეს ანუ მარაგების განახლება ხდებოდეს მარაგების რეალ გადამოწმება და რეალურ დროში ამ ყველაფრის მიღება პლუს ამას არის გარკვეული სახის ესე ვთქვათ ინსტრუმენტები რომელიც პირობითად ყველაზე მაღალ რისკიანი პროდუქტებს დეაქტივაციას უკეთებს აპლიკაციაში რომელსაც შეიძლება ხელმისაწვდომობა არ ქონდეს განვლილი ესე ვთქვათ მონაცემებიდან გამომდინარე რომ გვირჩევნიო რომ მომხმარებელს უჩანდეს ის პროდუქტი რომელსაც გარანტირებულად ექნება ამ შემთხვევაში მარაგი და ზუსტად გვეცოდინება რომ მომხმარებელი რასაც შეუკვეთავს საბოლოო ჯამში სრულყოფილად იმ შეკვეთას მიიღებს. აი ამ ნაწილში აქტიურად გვეგმავთ. ასევე მეორე ნაწილი გვაქვს მაგალითად ცოტა ხნის წინ დავგეგმეთ AI ასისტენტი, რომელიც ჩვენს მომხმარებელს ეხმარება რომ სასაჩუქრე პროდუქტები ძალიან მარტივად იპოვოს აპლიკაციის მასშტაბით და AI ასისტენტის მეშვეობით, ანუ კონკრეტული პრეფერენციებიდან გამომდინარე, ვიცი, ბიუჯეტი იქნება, კონკრეტული კატეგორია იქნება რა ტიპის პროდუქტის სასაჩუქრეთ შეკვეთას ურჩევს მომხმარებელს, ანუ ძალიან ბევრი ესე ვთქვათ მონაცემებიდან გამომდინარე, შეუძლია ძალიან სწრაფად იპოვოს სასურველი პროდუქტი, მიუთითოს ბევრი პრეფერენცია და შესაბამისად ძალიან მალეც მიიღოს ეს პროდუქტი. ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება ძალიან საინტერესოა, დამხიბლავს მე პირადად, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად გვიზოგავს რაღაც ხანდახან არის ხოლმე ძალიან ესეთი გამოწვევა არის ხოლმე საჩუქრის შერჩევა მაგალითად და დროს გიზოგავს რომ გარეთ არ გიწევს გასვლა და მეორე ნაწილში ძალიან მარტივად ბიუჯეტში უცებ ხვდები რომ რაღაცა მნიშვნელოვან პროდუქტს მარტივად პოდიში ეს არის ჩეტ ასისტენტი არის თუ voice-ით იქნება არა ასისტენტი არის სადაც კონკრეტულ პრეფერენციებს უთითებ როდესაც ჩეტი ხარ AI თული არის ჩაშენებული და მაშინვე პროდუქტებს გიჩვენებს აი ამ პრეფერენციებიდან გამომდინარე რომელი პროდუქტები ერგება ჩვენს პლატფორმაზე არსებული. ვა ძალიან საინტერესოა მაგას აუცილებლად გამოვხსნით. კი აუცილებლად წადეთ. როგორი არის თქვენი თანამშრომლობის მოდელი კურიერებთან და პარტნიორებთან რა და როგორ ინარჩუნებთ მათ მთელი საქართველოს მასშტაბით რა? ხო, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტები არის ჩვენს ეკოსისტემაში, ჩვენი პარტნიორები და კურიერები და მათთან გამართული მუშაობა არის ალბათ ჩვენი ბიზნეს მოდელის წარმატების ბაზისი. მე ვიტყოდი პირველ რიგში ეს არის ალბათ მიდგომა, რომ ჩვენ ვუყურებთ ამ ყველაფერს როგორც ესე ვთქვათ საერთო ბიზნესს და საერთო ბიზნესის ინტერესებით და გათვალისწინებით ვუყურებთ და ანუ შეჯერებით ხდება ყველა ესე ვთქვათ თუნდაც გადაწყვეტილების მიღება და რაც მთავარია ვუყურებთ როგორც გრძელვადიან პარტნიორობას ეს ასევე გადამწყვეტი არის ჩვენ შემთხვევაში. დანარჩენი ნაწილი უკვე ყოველდღიურობაში ეს ყველაფერი როგორ გადმოდის, ეს უკვე არის ყოველდღიური მონიტორინგი, იმიტომ რომ ეს ორივე სუბიექტი ამ შემთხვევაში კურიერები, პარტნიორები და ჩვენ გვქვნით ხარისხიან სერვისს, რომელიც უნდა მივიტანოთ მომხმარებლამდე. და შესაბამისად ვაკეთებთ ყოველდღიურ მონიტორინგს ჩვენი მხრიდან, ანუ Globos მხრიდან. ჩართულები ვართ, არ ვიცი, უკავშირის თუნდაც გაცვლაში, თუ არსებობს რაღაცა კონკრეტული პრობლემატური საკითხები და საჭირო ცვლილებებს თუ მოითხოვ შესაბამისად სწრაფად ამ შემთხვევაში ადაპტაციაში და სწრაფად ამ ყველაფრის დანერგვაში და მუდმივ კავშირში ესე ვთქვათ როგორც ჩვენს პარტნიორებთან, ასევე კურიერებთან და მათი ესე ვთქვათ სურვილების გათვალისწინებაში, მათ შორის ხშირ შემთხვევაშიც. ანუ ჩართულები ვართ როგორც მაღაზიის შიგნით, ანუ in-store ოპერაციებში და ჩართულები ვართ იმაში, რომ გამართული იყოს ეს ოპერაციები, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ნაწილი არის ამ შემთხვევაში მიტანის დროში თუნდაც და მეორე ნაწილი უკვე როდესაც გადადის კურიერთან ეს პროდუქტი ჩართულები ვართ რომ ლოჯისტიკის ესე ვთქვათ ნაწილიც მაქსიმალურად გამართული იყოს და მომხმარებლამდე პროდუქტი მივიდეს დროულად და სრულყოფილად და ხარისხიანად ესე რა ვთქვათ. ზოგადად როგორი არის ტენდენციები რა აი ეგეც ძალიან საინტერესო არის. ხო, ამ შემთხვევაში ვიტყვი რა, ნუ პანდემიამ რა თქმა უნდა ბიზნესზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა პანდემიის შემდეგაც ძალიან მზარდი არის ეს ბიზნესი ზოგადად რა. და ტენდენციებს რაც შეეხება, ანუ რას ელოდება მომხმარებელი დღეს, ანუ და რას ანიჭებს უპირატესობას. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ალბათ სიმარტივე და სისწრაფე განსაკუთრებით ამ მიმართულებაში. და მგონია რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სისწრაფე და სიმარტივე შეუცვლელი დარჩება ყოველთვის მომხმარებლის აღქმაში, თუმცა ამ ყველაფერს ემატება ხელმისაწვდომობაც. ესე ვთქვათ, ერთი სიტყვით და ორი მნიშვნელობით მე ვიტყოდი რა. ერთი მიმართულება ეს არის, რომ ბევრჯერ ვახსენეთ დღეს, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველაფერი და ეს არის ჩვენი ხედვა ასევე, რომ ჩვენ აპლიკაციაში იყოს, რომ რა პროდუქტის თუ ობიექტის შეკვეთაც დამჭირდება მარტივად გამოვიყენო აპლიკაცია და შევუკვეთო და ხელმისაწვდომობა იქნება ასევე მომხმარებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეფერენცია და მეორე ნაწილი უკვე არის ფინანსური ხელმისაწვდომობა. ამ შემთხვევაში მომხმარებლის მოლოდინი
მოლოდინი არის, რომ ფასები უნდა იყოს ესე ვთქვათ ხელმისაწვდომი კონკრეტული პროდუქტის, ასევე მოლოდინი არის, რომ იქნება პრომოუშენები კონკრეტულ პროდუქტებზე და რაც შეეხება თვითონ მიტანის სერვისის ფასაც, აქაც იქნება ჩემი მოლოდინი არის და ზოგადად ტენდენციებიც მაგას უჩვენებს, რომ საკმაოდ ისეთი კონკურენცია იქნება ამ ნაწილში მიტანის სერვისის საფასურზე ზოგადად. ამიტომაც დღეისათვის უკვე ჩვენ მოხმარებელს ვთავაზობთ კონკრეტულ ესე ვთქვათ ლოიალურობის პროგრამას, ალბათ ხსმენიათ კიდევაც, ეს არის ანუ Prime, Global Prime-ს რასაც ვეძახით, რაც გულისხმობს იმას, რომ თვის მანძილზე ულიმიტოდ შეგიძლიათ გამოიძახოთ ნებისმიერი ობიექტიდან სასურველი პროდუქტები და ძალიან მინიმალურ ფასად შეიძლება ესე ვთქვათ თვიურ გადასახადს იხდით. ანუ მირჩევთ რომ გადავერთო. აუცილებლად. იმიტომ რომ მართლა ძალიან ხელმისაწვდომი არის და ეს ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება ზოგადად ამ ბიზნესის განვითარების. ასევე მინდა ფასებთან და პრომოებთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ არსებობს აღქმა მომხმარებელში, რომ ონლაინ და ოფლაინ ფასები განსხვავდება. განსაკუთრებით, ანუ ესე ვთქვათ, რიტეილის მიმართულებით, სუპერმარკეტები იქნება თუ ანუ non-food რიტეილის მიმართულებით. არადა ამ დროს რეალურად უმეტესობა ჩვენი პარტნიორებისა, ჩვენს აპლიკაციას რო გახსნით, ზუსტად იდენტურ ფასებს თავაზობენ, რაც აქვთ მათ ფიზიკურ მაღაზიებში. ანუ დამატებითი ხელისშემსრელი ფაქტორი რეალურად არ არსებობს, უბრალოდ ჯერ კიდევ არსებობს ეს აღქმა, რომ უფრო იაფად იყიდიან, არ ვიცი, იგივე პროდუქტს ოფლაინ მაღაზიაში, როდესაც აპლიკაციაში ზუსტად იგივე ფასია და მეცაც გეტყვით, რომ უმეტესი ნაწილი პრომოების რაც არის ოფლაინ მაღაზიაში, იგივე გვაქვს ონლაინ მაღაზიაში. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ძალიან აქტიურად მუშაობთ და აპლიკაციაშიც კი არსებობს უკვე კონკრეტული ესე ვთქვათ თეგები, იდენტური ფასები, სადაც მომხმარებელს შეუძლია ნახოს, რომ ზუსტად ამ ობიექტიდან იდენტურ ფასებად შეუძლიათ გამოიძახონ, დაზოგონ საკუთარი დრო, შეიქმნან კომფორტი და გაიმარტივონ ცხოვრება ძალიან მარტივად. აჰა, ძალიან კარგი. როგორი არის კლოუს სამომავლო გეგმები? თუ რა თქმა უნდა კონფიდენციალური არ არის, ეგეც რომ რა ვიცი, ამაზეც რომ ვისაუბროთ. ხო, ანუ საქართველოს მასშტაბით რა თქმა უნდა განვითარებას აქტიურად ვაპირებთ, როგორც აქამდე ვაპირებდით. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი დღეს რაზეც ვსაუბრობთ, ესე ვთქვათ, e-commerce-ის მიმართულებაზე, ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი აუცილებლად იქნება ეს მიმართულება და მთავარი მიზანი კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მაქსიმალურად ესე ვთქვათ მოვახდინოთ დამატება იმ ობიექტებისა, რომლებიც ბაზარზე არსებობენ და ჩვენთან ამ ეტაპზე არ არიან. რეალურად ჩვენი მოლოდინი არის, რომ მომავალში e-commerce-ი გახდება ესე ვთქვათ ყოველდღიური შესყიდვის ოპერაცია ჩვენი მომხმარებლებისთვის და ამიტომ კომპანიის მხრიდანაც კონკრეტული ინვესტიციებიც მიდის ამ მიმართულების რაღაცა ინსტრუმენტების განვითარებაზე, თუნდაც კარგი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაზე და ხელმისაწვდომი სერვისი რო იყოს, როგორც დროის ნაწილში, ის ასევე ესე ვთქვათ ფინანსურ ნაწილში, ამ ნაწილზეც აქტიურად მუშაობთ. საბოლოო მიზანი არის, რომ სიმარტივე, სისწრაფე და მოსახერხებელი პროდუქტი შევქმნათ მომხმარებლისთვის, რომელიც ესე ვთქვათ ჩვენი გუნდის ყოველდღიურობის ნაწილი არის ამაზე მუშაობა. ძალიან კარგი. ინო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ინტერვიუზე რომ დამთავრდი და მინდა რომ კიდევ უფრო ბევრი წარმატება გისურვოთ. დიდი მადლობა ასევე.